გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჩიტანაოსთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. ყველას აქვს იმედი, რომ მისი პირადი ცხოვრება დაცულია, მაგრამ ამ განცდას ანგრევს ისეთი ტიპის ქმედებები, რაც იგივე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ცხოვრების ამსახველი მასალების, თუნდაც სოციალურ ქსელში გავრცელებაა. ასეთ შემთხვევაში გამოძიება იშვიათად თუ ახერხებს დაადგინოს თუ გამოავლინოს ის რეალური უშუალო ჩანაწერის მომპოვებელი ადამიანები. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კიდევ უფრო გაართულეს პირადი ინფორმაციის დაცვა და მეტი შესაძლებლობა მიეცა ამ მხრივ სასურველი ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებულებს. სად გადის ზღვარი პირად ცხოვრებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვისთვის საჭირო ქმედებებს შორის, რამდენად დაცულად მიგაჩნიათ თქვენი პირადი ცხოვრება? ეს არის ის მთავარი კითხვა, რომლითაც მივმართავთ რესპონდენტებს და მოგმართავთ თქვენ რადიო მსმენელებო დღეს გადაცემაში ვუსმენთ ერთმანეთს. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99 ვუსმენთ ერთმანეთს. მოგესალმებით, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა. მოგესალმებით და შესაბამისად დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემაა შემდეგი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ინტერაქტივის კითხვა კი ასეთია, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დაცული ჩვენ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა? 292 11 88 292 11 99 რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და თქვენი აზრი გამოთქვათ ამ თემაზე, გვიპასუხოთ მთავარ კითხვაზე. ამ ქვეშ გახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში შეგიძლიათ დარეკოთ და ისაუბროთ იმ სოციალური ტიპის პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ დაგვირეკოთ, ასევე გაქვთ საშუალება გამოაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 9178. გზავნის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს შეესაბამება. 292 11 88 292 11 99 ჩართულია და ელოდება თქვენს ზარებს რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტრადიციული ნომრები. 2016 წელთან შედარებით, როგორც ირკვევა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კვლავ უფრო მეტად იქცა თავდასხმის ობიექტად. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. უჩენ ანუაშვილის თქმით, პირადი ცხოვრების ხელშეუწყებლობის კუთხით გახშირდა ჩადენილი დანაშაულებები, ხოლო მათ გამოსაძიებლად და დასაჯელად ადეკვატური ღონისძიებები არ ყოფილა გატარებული შესაბამისი უწყებების მიერ. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში არაერთი მოქმედება ჩაატარა და პირადი ცხოვრების სამსახველი ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და შენახვის ბრალდებით რამდენიმე პირი მისცა პასუხისგებაში, თუმცა აღნიშნული მასალის გამავრცელებლების ვინაობა საბოლოოდ კვლავ უცნობია, აღნიშნა უჩენ ანუაშვილმა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ და ვეცდებით მივიღოთ ჩვენთვის ამ თემაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გარკვეული პასუხები, სანამ დაგვირეკავთ ნომრებზე 292 11 88 292 11 99 რადიო მსმენელებო, ჩვენ გავესაუბრებით უფლებადამცველს ქალბატონ ნანა კავკაბაძეს, რომელიც ხაზია საღამოშვიდობისა. ქალბატონო ნანა, საღამოშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. დიდი მადლობა, რომ ახერხებდა გვერდობით პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ნანა, მოდით ინტერაქტივის კითხვას დაგისვამთ თქვენ პირველ რიგში. როგორ ფიქრობთ, რა არის თუ არა დაცული ჩვენს ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა? თქვენი განცდა როგორია? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, როდესაც ომბუდსმენი საუბრობდა, რომ კიდევ უფრო დაგმირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მთავარი არა ფაქტის დაფიქსირება, არამედ მიზეზების გამოვლენა და ასევე იმ გამოსავლის გზების შეთავაზება, რომელიც აღმოფხვრეს ამგვარ დანაშაულს. მე ვფიქრობ, რომ მთავარი მიზეზი იმისა, რომ ასეთ ფაქტებს მე ვერ ვიტყოდი, რომ უფრო გახშირდა ვიდრე ეს იყო წინა პერიოდში, ეს არის არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ თუ დღესაც არსებობს მსგავსი ფაქტები, არსებობს სწორედ იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების დროს სისტემურ ხასიათის მქონე დანაშაული მოსმენები თვალთვალი და მიყურადება, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, როდესაც არ მოხდა ამაზე სათანადო რეაგირება და დასჯა იმ ადამიანებისა, ვინც ეს სისტემა შექმნა და ვინც ამას სისტემურად აკეთებდა 9 წლის განმავლობაში. აი სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეს ხდება ანალოგიური თუ არა მსგავსი რაღაც საკუთრებით მსგავსი ფაქტების
გამოვლენა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ამიტომ ომბუდსმენის მთავარი ვალია და მოვალეობა არა რაღაც განცხადებების კეთება, არამედ სწორედ მოწოდება იმისკენ, ამ ხელისუფლებამ დასაჯოს, იმიტომ რომ თუ კი არ მოხდა ამ ადამიანების დასჯა, სხვა პრევენცია ასეთ დანაშაულებებს არ გააჩნია და ზოგადადაც. იმიტომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, რომ კონკრეტულ დანაშაულზე კონკრეტული დამნაშავე პირი უნდა იქნეს დასჯილი. სხვაგვარად ხდება ასეთი დანაშაულების ახალისება და სწორედ ჩვენ ამ რეჟიმში ვიმყოფებით დღეს, რომ ასეთი დანაშაულებები არის ახალისებული და მოხელეებმა თუ კერძო პირებმა ვინაიდან იციან, რომ მსგავსი დანაშაულისთვის პრაქტიკულად არავინ არ დასჯება, თქვენ მისაუბრეთ დასჯაზე და ეს იყო მხოლოდ ფორმალური ხასიათის და რეალურად ამ ეს სასჯელი, სათანადო სასჯელი ასეთი დანაშაულისთვის არავის მიუღია, ამიტომ სანამ ასეთი მიდგომა არსებობს ქვეყანაში, თანხმებით რომ იქნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დარღვეული. აი ამიტომ საჭიროა მთელმა საზოგადოებამ, მედიამ, ომბუდსმენმა, უფლებადამცველებმა ისაუბრონ იმ პრობლემაზე, თუ რატომ არ დასაჯა ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლების ასე სისტემური დანაშაულის შემქმნელები და რატომ არიან ისინი დღეს თავისუფალად, რატომ გადიან ქუჩებში და უფრო მეტიც რატომ მუშაობენ ისინი ან იგივე თანამდებობებზე, რომელზეც მუშაობდნენ, ან კიდევ უფრო დაწინაურებული რატომ არიან დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ალბათ იმიტომ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ანალოგიურად ეს ადამიანები, როგორც ამ ადამიანებს იყენებდა წინა ხელისუფლება. Აბადონ ნანა, თქვენ საუბრობდით იმ სისტემური ტიპის დანაშაულზე, რომელიც მიმდინარეობდა მსგავსი ტიპის ჩანაწერების მოსაპოვებლად და მას შემდეგ, რაც ასე ვთქვათ, ეს მიხეილ სააკაშვილის ეპოქის ხელისუფლება აღარ არის სამთავრობო საწყისებთან და მოხდა მათი ჩანაცვლება, ამ თემაზე მხოლოდ ასე ვთქვათ, გახშირდა საუბრები, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო საზოგადოებამ და არაერთი ადამიანისგან ყოფილა განცხადება გაკეთებული, რომ ადრე მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პერიოდში ამ თემაზე განცხადების გაკეთებას და მით უმეტეს პროკურატურაში მიმართოს აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ სისტემა იყო ერთი, მაგრამ შეიცვალა ყველაფერი და შემდეგ არის ის პრობლემა, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ ფაქტობრივად ვერც ერთხელ ამდენი შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად ვერც ერთხელ მოხერხდა ის, რომ საზოგადოებისთვის სამართალდამცველებს წარედგინათ ის ინდივიდი, ის საწყისი იმ ადამიანის სახით, რომელიც არის პირველ წყარო ჩვენ ჰიპოთეტურად ვიცით, არაერთი ადამიანისგან განცხადებები აქვს გაკეთებული, ასე შემდეგ სოქს პოლიტიკური ზოგი არაოფიციალურად საუბრებში, რომ რაღაცა რაოდენობით ჩანაწერები არსებობდა, რომელიც გაანადგურა კიდევაც რაღაც ნაწილი სამინისტრომ, კიდე არის საუბრები, რომ ეს კიდევ არსებობს და კაცმა არ იცის, როდის გამოჩნდება აქ. ანუ, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით პრობლემა არის ისევ და ისევ დიდი და ამაზე თვალის დახუჭვას აზრი არ აქვს და პრობლემად რჩება. თქვენი აზრით, რა არის მიზეზი მეტწილად იმისა, რომ რეალური პიროვნებები არ არიან, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის წარდგენილი და სამართალდამცავში მიცემული? ეს არის იმის ბრალი, რომ ჩვენი პროკურატურა თუ სამართალდამცავი სტრუქტურები სუსტები არიან თუ არ არსებობს ამისი პოლიტიკური ნება? რა თქმა უნდა, არ არსებობს ამისი პოლიტიკური ნება და ამიტომაც არიან დღეს გამოიყურებიან როგორც სუსტები, ან რა ვიცი, ხერხემლოები, როგორც ნაციონალები აჯახიან. არ არსებობს ამისი პოლიტიკური ნება და რატომ არ არსებობს ამისი პოლიტიკური ნება? სწორედ ომბუდსმენის ფუნქცია არის ეს, ამაზე ისაუბროს, რომ რატომ არ არიან დაშლილი. ასევე მან არაფერი თქვა იმის შესახებ, აი თქვენ ახსენეთ, რომ სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურაო ეს პირადი ცხოვრების სამსახური კადრებიო. რატომ არაფერს არ ამბობს ომბუდსმენი იმაზე, რომ მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები და სულად იყვნენ ჩართული ფაქტურად ამ პროცესში, ამ უკანონო პროცესში, როდესაც ანადგურებდნენ მტკიცებულებებს. აბა ვისი გასამართლება უნდა მოხდეს, გამაგებინეთ იმ კადრებზე, ვინც პირადი ცხოვრების სამსახური კადრები გააკეთა, თუ ეს კადრები არ არსებობს, რაზე უნდა მოხდეს პირის დასჯა? როგორ 97 წლებია, რომ სამეურმა გადაწყვიტოს ადამიანების ბედი, მტკიცებულებები ხო გაანადგურეს და რატომ ამაზე არ საუბრობს ომბუდსმენი, რამდენად კანონის შესაბამისად მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურება და მიგვითითოს კანონი რის საფუძველზედაც მოხდა ამის განადგურება. ეს იყო უკანონო ქმედება, ეს მართლა უნდა განადგურებულიყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც ამაზე სასამართლო გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომ ის უკვე გამოყენებულია, ეს ადამიანები იდენტიფიცირებულები არიან, ვინც ეს კადრები გააკეთეს
მათ მიმართ ბრალი წარდგენილია, ეს მასალები უკვე აღარ არის საჭირო განადგურდეს, აი მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება და ამის განადგურება და რა უფლება ქონდა იმ ადამიანებს, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მიგვითითოს მე მაშინ იმ ღარიბაშვილთას მიწერე იმ დროინდელში და განსაკუთრებით მინისტრს კითხე რომ მომამიმითითეთ კანონი რომელსაც ეყრდნობით, როდესაც ამ კადრებს ანადგურებს და ღებულობს ამ გადაწყვეტილებას, ან ვინ არის ის ჯგუფი კანონით მანახეთ არსებობს თუ არა ასეთი შესაძლებლობა რომ ვიღაცამ შექმნა რაღაცა ჯგუფი რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, ესეც იყო კანონის უხეში დარღვევა. კანონი არ იცნობს ასეთი ჯგუფის არსებობას და ასეთი ჯგუფის მიერ მithumetes ამ ესეთი გადაწყვეტილების მიღებას, ეს ყველაფერი მოხდა უკანონოდ და სწორედ ამიტომაც ხდება დღეს ისაც ხდება რომ კანონის გვერდის შავლით მოხდა ამ ადამიანებისათვის ხელის დაფარება, ვინც წარმოადგენდა ადამიანების თვალსაჩინო მიყურადებას, პირადი ცხოვრების დამსახველი კადრების შექმნას. ამ ადამიანებზე მოხდა ხელის დაფარება, მასი გასამართლება არ მოხდა. გეჩახებით რომ აი იმ ეგრეთ წოდებულ კასტრებში აღმოჩენილი მასალებისთვისაც ფაქტიურად არავინ არ დასჭირა და აქედან გამომდინარე დღესაც არის მოსალოდნელი რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ისე თუ არა როგორც ეს იყო წინა პერიოდში რომ ახლა სისტემური ხასიათი ჰქონდა და ყველას უყურებდნენ, ყველას უსმენდნენ და ყველას საძინებელში იხედებოდნენ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ეს ხელისუფლებას ანალოგიურად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. სწორედ იმიტომ რომ არ დასაჯა წინა ხელისუფლების სისტემის შემქმნელი ადამიანები. აი ეს არის მთავარი პრობლემა და ამაზე უნდა ისაუბროს ჩემის აზრით ომბუდსმენმა მხოლოდ ესეთი განცხადებები აკეთოს რომ აი დღესაც ირღვევა. დღეს არ ირღვევა ისე როგორც ეს ადრე ირღვეოდა. მაგრამ სამომავლოდ ნამდვილად დაირღვევა ისე როგორც ეს ადრე ირღვეოდა. გასაგებია. ნუ იმედი ვიქონიეთ რომ აღარ განმეორდება მსგავსი ტიპის აქტები და თქვენ როგორც უფლება დამცველს რა შეგიძლიათ ურჩიოთ ადამიანებს რომლებიც შეიძლება წააწყდნენ რიგით მოქალაქეები თუ წააწყდებიან იმ ფაქტს როდესაც მათი პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ტიპის მასალის გავრცელების საშიშროება არსებობს ან ამ შემდეგ რა ინსტრუმენტები გვაქვს დღეს ქვეყანაში ამასთან ბრძოლისთვის ეთით მთავარი ბრძოლის მექანიზმი და იარაღი არის თვითონ ამ ადამიანის მის წინააღმდეგაც არის გაკეთებული ეს კომპრომატები ამ ადამიანების სიმტკიცე და რაც მთავარია მათ უნდა გააჩნდეს რაღაც ღირსების შეგრძნება რომ არა ისო დაიმალოს და გაჩნდეს და სადღაც ბუჩქებში ჩაძრეს არამედ პირიქით უნდა იბრძოლოს იმ ადამიანების წინააღმდეგ ვინც ხელყო მისი პირადი ცხოვრება და ისო თუ სხვა ხელისუფლებასთან არა მე ვთვლი რომ თუნდაც მათთვის სასურველად, მათთვის ნდობით აღჭურვილ უფლებადამცველებთან იქნება თუ, არ ვიცი, თუნდაც ომბუდსმენთან იქნება თუ, ვისაც ისინი თვლიან, რომ ენდობიან ამ საზოგადოებაში, ხო არ შეიძლება რომ ვიღაცას არ ენდობოდეს საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლები. მიმართონ და ისინი გააკვარიანებენ თუ როგორ უნდა მოხდეს სწორედ აი ამ მის წინააღმდეგ ბრძოლა ისე რომ არც იმ ადამიანების ინტერესი დაირღვეს ვინც მსხვერპლი გახდა მაგრამ დაცული იქნოს საზოგადოებრივი ინტერესი და აი ესეთი საქმიანობის ჩამდენი ადამიანები უნდა იყვნენ მხილებული და საჯაროდ და უმკაცრესად დასჯილნი სწორედ აი ეს დასჯა არის პრევენცია შემდგომში მსგავსი დანაშაულის არ გამეორების და არა განცხადებები და ლოზუნგები. მხოლოდ და მხოლოდ ქმედება დასჯა დამნაშავის რომ ეს აღარ გამეორდეს და მეორე ადამიანს აღარ გაუჩნდეს ცნება და არ იყოს დარწმუნებული რომ მე ჩავიდენ ასეთ დანაშაულს მაგრამ დავრჩები დაუსჯელი. აი ეს დაუსჯელობის სინდრომი უნდა მოეხსნათ იმ ადამიანებს ვინც სავარაუდოდ შეიძლება იქნეს სამომავლოდ გამოყენებული სწორედ თვალთვალისა და მიყურადების მოქალაქეების თვალთვალისა და მიყურადებაში. აი ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრევენცია. დასჯა კანონის სრული სიმკაცრით იმ ადამიანებისა ვინც ბედავს და ხელყოფს სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. გასაგებია. უღრმეს მადლობას მოგახსენოთ ქალბატონი ნანა. დიდი მადლობა ჩართვისთვის. ნანა გაგაბაძე, უფლებადამცველი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. დღეს ჩვენ საუბრობთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე. ინტერაქტივის კითხვა კი არის შემდეგი, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დაცული ჩვენ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა 291 292 1119 რადიო მინდის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და ამ თემაზე გამოთქვათ თქვენი მოსაზრება, როგორც უკვე მოგახსენეთ.
ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას დღეს აქცენტი გააკეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თემაზე და აღნიშნა, რომ 2016-თან შედარებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კვლავ უფრო მეტად იქცა თავდასხმის ობიექტად. 2016 წელს წინა წელთან შედარებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კვლავ უფრო მეტად იქცა თავდასხმის ობიექტად. ფაქტია ის, რომ გახშირდა ამ მიმართულებით ჩადენილი დანაშაულებები და ჩვენი შეფასებით მათ გამოსაძიებლად და დასაჯელად ადეკვატური ღონისძიებები არ ყოფილა გატარებული. ამ არასაკმარისმა რეაქციამ კი დაუსჯელობის სინდრომი კიდევ ერთხელ უფრო გაამყარა. 2016 წლის 11 მარტიდან 13 ივნისამდე პერიოდში სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით ინტენსიურად ვრცელდებოდა პირადი ცხოვრების სამსახველი ვიდეო ჩანაწერები, რამაც საზოგადოების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. განმარტა დღეს სახალხო დამცველმა უჩან ანუაშოვმა. 292-11-88 რადიომედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომერი და ჩვენ რამდენიმე წუთში მოკლე სარეკლამო პაუზის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით და გადაცემის მეორე ნაწილში შეგახსენებთ, რომ მთავარ თემაზე საუბრის გარდა ასევე გაქვთ იმის საშუალება, რომ დაარეკოთ და ხმამაღლა ისაუბროთ იმ სოციალური ტიპის პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, ჩვენ კი ვესწრებით დავაკავშიროთ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ძალუძს თქვენი სოციალური ტიპის პრობლემის გადაჭრა და ამგვარად გაგიწევთ, ასე ვთქვათ, მედიატორობა თქვენი სოციალური ტიპის პრობლემების გადასაჭრელად. მოკლედ, რამდენიმე წუთიანი სარეკლამო პაუზა და კვლავ შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვისაუბროთ თემაზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს. ჩვენი გადაცემის მთავარი თემაა დღეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ინტერაქტივის კითხვა კი ასეთი, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დაცული ჩვენ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა? 2-92-11-88 2-92-11-89-ა ჩვენი პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები. თავარ თემაზე საუბრის გარდა შეგიძლიათ დაარეკოთ და ისაუბროთ თქვენი სოციალური ტიპის პრობლემებზე. დარეკვის გარდა შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778 გზავნის ღირებულება თქვენი ოპერატორის სტანდარტულ ფასს შეესაბამება. ახლა კი დავუბრუნდეთ თავარ თემას, როგორც უკვე აღნიშნა გადაცემის პირველ ნაწილში, ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განმარტა, რომ 2016 წელთან შედარებით წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კვლავ უფრო მეტად იქცა თავდასხმის ობიექტად. უჩან ანუაშვილის განმარტებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით გახშირდა ჩადენილი დანაშაულებები, ხოლო მათ გამოსაძიებლად და მათ დასაჯელად ადეკვატური ღონისძიებები არ ყოფილა გატარებული შესაბამისი უწყებების მიერ. ეს იყო აქცენტი, ასე ვთქვათ, ომბუდსმენისა ამ თემაზე და სანამ დაგვირეკავთ ნომრებზე 2-92-11-88 2-92-11-89 თქვენი აზრის გამოსახატავად ამ საკითხზე კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ. ამჯერად საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ ბატონ არჩილ გამზარდიას გავისაუბრებით. საღამოშიდობისა ბატონო არჩილ. საღამოშიდობის მესამედი რადიომედის მსმენელს. დიდი მადლობა, რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში და თქვენთანაც დიალოგს მოდი ჩვენი ინტერაქტივის კითხვით დავიწყებ. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დაცული ჩვენ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა? სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამე დაცული არ არის და ელემენტარული ადამიანური უფლებები, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც არის საერთო კონტექსტის ნაწილი, იმიტომ რომ სამოქალაქო უფლებები დაწყებული და ქირავებულის უფლებით, გაგრძელებული მომსახურების მომხმარებლური უფლებით, ყველა სხვა დანარჩენის, აი თუნდაც ერთ-ერთი ბოლო ნიმუში რო ავიღოთ, ის ეხება ფრესკოს მაღაზიას აქცევს, თქვენ გაეცანით და ჩვენი მსმენელიც ალბათ იცნობს, რომ აღმოაჩინეს ქალების გასახდელ ოთახში ვიდეოკამერები, რომლებსაც ადევნებს ფრესკოს ადმინისტრაცია თვალყურს. ეს არ ვიცი რამდენად შეიძლება საერთოდ რამეში ჩაჯდეს და პლუს ამის პარალელურად ეს ერთი უბედურება ასეთი დევიანტური ქცევა ფრესკოს ხელმძღვანელობისა და მეორე ის რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში დუმს, ანუ აი იმდენად დუმილის რეჟიმში სახელმწიფო გადასული მსგავს შემთხვევებში რომ ადამიანების ელემენტარულ უფლებებს არ იცავს და არც პოზიციას გამოხატავს. აი ეს შემთხვევა გაგრძელებული იმ დანარჩენით, რაც თქვენ შესავალ სიტუაციას ახსენეთ, ეს არის კიბერდანაშაულები. თუმცა მას აქვს ორი მხარე. ერთი მხრივ
საინფორმაციო ტექნოლოგიების გაკონტროლება დღეს ძალიან ჭირს, ასე რომ სადღაც რომელიღაც ქვეყანაში რაღაცის ასე ვთქვათ ატვირთვა თუ ხდება და მისი რეალიზაცია, მისი მართვა ძალიან ძნელია და ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა რამდენჯერმე ნამდვილად ეფექტურად მოახერხეს აღკვეთა, მაგრამ გამოძიების ნაწილი აქ რამდენადაც ვიცი ძალიან რთულია. ამიტომ თავად გავრცელება ერთია, მაგრამ პრობლემა და ტრაგიზმი არის იმაშიც, რომ ამ ყველაფრის გადაღება ხდებოდა ამ ყველაფრის და ალბათ ხდება რამდენადმე ამაში ვერ ვიქნებით დაწუნებული კაც შემთხვევები არ არსებობს დღეს, ამიტომ აი ეს უფლებები თქვენ რაც ინტერაქტივს ეხება. ბუნებრივია სამწუხაროდ ნეგატიური პასუხი უნდა გავცეთ ძირითად დონეზე. რაღაც უცნაურია, მაგრამ რამდენადაც ამარტივებს თანამედროვე ტექნოლოგიები იგივე რაღაცა ტიპის მასალის ატვირთვას და ხელში გავრცელებას უკვე მოპოვებული მასალისას, იმდენად ართულებს გამოძიებისთვის, თქვათ, საწყის მიადგეს და გამოავლინოს ის ინდივიდი, რომელიც დგას ამ ყველაფრის სათავეში. და მეორეს მხრივ, რამდენადაც მნიშვნელოვანი და უკვე საჭირო არის და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება დღეისთვის თანამოქალაქეებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები, იმდენად ამარტივებს თანამედროვე ტექნოლოგიები იგივე მოქალაქეთა ცხოვრების მიყურადებას და მათთვის თვალის დევნებას. ძალიან ფაქიზი თემაა, როგორც წესი ეს და იგივე სპეციალური სამსახურები ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, გარკვეულ ხისტ მიდგომას ამჯობინებენ ხოლმე როგორც წესი და ცოტა გლობალურ დონეზე რომ გავშალოთ ეს პრობლემა და ეს თემა, იგივე სნოუდენი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაიქცა და ამაზე ხმამაღლა ალაპარაკდა, იყო რაღაცა სენსაცია, სრულიად გაუგონარი რამ და ამ ადამიანმა ამ გაბედული ნაბიჯით ფაქტობრივად წამოწია ეს თემა და ყველასათვის ნათელი გახდა ის, რომ არც ისე დაცულები ვართ და ჩვენი დაცვისთვის პირიქით ჩვენ ბევრად უფრო დიდი განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ ვართ და ბევრად უფრო შეიძლება მეტი იციან ჩვენზე, ვიდრე ჩვენ წარმოდგენა გვაქვს ჩვენ თავზე. თქვენი აზრით, აი ამ ფაქის თემაზე საუბრისას, მუშაობისას, ამაზე ჩვენ იგივე საკანონმდებლო დონეზე ჩვენთან ასე ვთქვათ დასახვეწია ბევრი რამ, სად გადის ზღვარი პირად ცხოვრებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვისთვის საჭირო ქმედებებს შორის. აი როგორ უნდა მანიპულირებდეს ამ საკითხებში საზოგადოება და სახელმწიფო სპეციალური სამსახურები? იცით რა შესაძლოა ძალიან რთული და საკამათო თემა არის. მაგალითად, მე მახსოვს სულ პირველად წლების წინ, როდესაც გაჩნდა პრეცედენტი ქუჩებში ვიდეოკამერების დაყენებისა, ზუსტად მაშინ იყო მსჯელობა ამ შესაბამის ქვეყნებში, რომ ეს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის ტოლფასი იყო, იმიტომ რომ ის აკონტროლებდა ადამიანის გადაადგილებას, რაც ასევე ჩემი პირადი სივრცეა, ხომ? თქვა ქალაქის კალმაშან ვისთან ერთად გადავადგილდები და ასე შემდეგ, ხომ? ამიტომ ერთი და იგივე აქტი, ერთი და იგივე ქცევა შეიძლება იყოს განხილული როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი, ამას აკონტროლებდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახურები და ბევრი დანაშაულიც, ასე ვთქვათ, გარკვეულ ამ შემთხვევებში ამ კამერების წყალობით, მაგრამ მეორე მხრივ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფაც ხდება. ამიტომ ეს თემები მე უფრო რთული მაგალითი სპეციალურად არ მოვიტანი, ისეთი მარტივი მაგალითი, როგორც არის ქუჩაში კამერების არსებობა. ესეც კი ძალიან საკითხვის ნიშნის ქვეშ სვამს ადამიანისადმი დამოკიდებულებას და ორმაგი მიდგომა შეიძლება ამ ყველაფერზე. ამიტომ ეს ერთი მხრივ ხდის, რომ ადამიანი არის დაუცველი და თემსოფლიო თანამედროვე ტერორიზმს, იმიტომ ეძახიან 21 საუკუნის ტერორიზმს საინფორმაციო ტექნოლოგიებით ტერორიზმს, არა, რაც ადამიანის ასე ვთქვათ, უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ ვიცით, რომ უამრავი ჩანაწერი გავრცელებულა, რომ უსმენენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც და ძალიან ბევრი ისეთ მნიშვნელოვან პირს, რომელთა დაცულობის დონე ბევრად მაღალია. თუ მეტეს აი ასეთი ნიმუშების შემდეგ თითოეული ჩვენგანი უსაფრთხოებაზე საუბარი რამდენადმე ირონიულადაც კი მოჩანს.
ბატონო უკვე სრული დაუცველობის განცდა გიქნება ამ ყველაფრის მოსმენის ფონზე, ხო? თუმცა საერთო ჯამში ჩვენ მაინც როდესაც ვთქვათ მთლიანობაშიც რომ განვიხილოთ და ლოკალურად განვიხილოთ ჩვენს ქვეყანაზე, აქ მაინც ალბათ საკითხი მიდის იქამდე, რამდენად შეიძლება იყოს ინფორმაცია ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული, იმიტომ რომ ინფორმაციის არსებობა შესაძლოა თავისთავად არ ნიშნავდეს ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებას, მაგრამ ჩვენ თქვა წინა ხელისუფლების რეჟიმში ვხედავდით, რომ ეს იყო გამოყენებული. შემდგომ, როდესაც ამ დაშანტაჟებას რაღაცა სხვა გზა ოპოვნეს, ბოლო წლებში მისი განსაჯაროება ხდებოდა, რაც პრინციპში ასევე ღია შეტევა იყო ადამიანთა პირად ცხოვრებაზე. ის იყო საკამათო თემების, თქვათ, თანამდებობის პირადი სივრცე არის თუ არა მისი პირადი სივრცე, იმიტომ რომ მაღალი თანამდებობის პირს ეს ფუფუნება არ გააჩნია, ეს რიგით ადამიანს გააჩნია. ან მეორე მხრივ, თქვათ, ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევებს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს თემები თავისთავად რთული თემებია და ის რაც დღეს ხოდამშრომლმა ანგარიშში წარმოადგინა, ამის ანალიზი არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ, როგორ უნდა გავაკეთოთ აქცენტები შეფასებისას. ეს საკმაოდ რთული პროცესია, იმიტომ ვთქვი, რომ თქვათ, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა აღკვეთოს გავრცელებული ვიდეო, რაც შეიძლება დროულად. და ასეთი შემთხვევა იყო, მაგრამ კრიტიკული შენიშვნებია გამოხატული, რატომ არ არის აღმოჩენილი. მე სულ ვკითხულობ სხვა მსგავს შემთხვევებში, როდის ყოფილა აღმოჩენილი. თუმცა შეიძლება ჩვენთვის შვება არ იყოს, რომ ამ შემთხვევაში დამნაშავის ძიება და აღმოჩენა ძალიან არ რთულდება და შეუძლებელიც კი ხდება. უფრო ალბათ საქმე გვაქვს ჩვენ იმასთან, რომ მომხმარებლის ჩვენი ცნობიერების და ცოდნის ამაღლება, ჩვენ ძალიან ბევრი რამე არ ვიცით სოციალურ ქსელებში, ხშირად ჩვენ აი ეს კიბერშეტევები ბევრჯერ გვინახავს, ვადევნებდით ზოგი თავად გაბმულამ უხერხულობაში, რომ ადამიანები იყოს ძალიან ფრთხილი, ნებისმიერი ამგვარი სივრცეთვის. ეს ზოგადი ერთი მთლიანი პროცესია, როდესაც ადამიანის პირადი ინფორმაცია თვალყურის დევნებით ხდება, კამერაზე აღბეჭდით ხდება, თუ შენ დაუნებურად შენინებით რო აწვდი ინფორმაციას, ან ერთი მიმართულებით რო აწვდი ინფორმაციას მეორე მიმართულებით გამოიყენონ, აი ეს ყველაფერი ართულებს მთელ ამ პროცესს. განსაკუთრებით და ნამდვილად გეთანხმებით იმაში, რომ მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება მოქალაქეების მხრიდან, იგივე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სხვადასხვა ტიპის სოციალური ქმედებების ისე გამოყენება, რომ ჩვენ თვითონ არ გავუხსნათ, ასე ვთქვათ, კარები უცხოებს, რომ ასე ვთქვათ, მიიღონ ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში არ შევუწყოთ ზედმეტად ხელი და ვერ ყვეოდეთ, სად არის ხიფათის ზონა. აი ეს მაინც რომ ვიცოდეთ, რომ რამდენადმე ჩვენი უსაფრთხოების სივრცე, რამდენადმე შევამციროთ მაინც. ანუ ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი მაინც გავაკეთოს, თუ მეტი არა და დანარჩენზე უკვე სახელმწიფოს იმედი უნდა გქონდეს და იმედია, რომ ეს ასე ვთქვათ, ჩვენ რაღაც ისეთ ეპოქაში ვართ, ბატონ არჩილო, რომ მე მგონი რაღაც პრობლემა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ამ გაბარიტებით ალბათ ადრე ნაკლებად იდგა. მაშინაც იყო იგივე სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ, ხო, მაგრამ დღეს რომ შესაძლებლობა გახსნა მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ასეთი რამ ადრე არ იყო და ალბათ რაღაც გარდამტეხი ეპოქის პერიოდში ვართ, როცა რაღაცა ყალიბში ჩაჯდება ეს ყველაფერი და გარკვეული წლების შემდეგ უკვე ეს თემა ასე ვთქვათ რაღაცა ასე თუ ისე ძირითადად იქნება. ან ჩაჯდება გარკვეულ ყალიბში, ან პირიქით შესაძლოა უფრო მეტი რისკი ზონა მოუმატოს ადამიანს, იმიტომ რომ ადრე თუ ხდებოდა მაქსიმუმ სატელეფონო მოსმენა, ან პირადი მიყურადება გულისხმობს დაქირავებულ პირებს, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ ვიღაცას დაყვებოდნენ სადღაც, მაგრამ ეს მის სივრცეში მას ქონდა ეს ინფორმაცია, დღეს ეს შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ხო ვთქვათ, დადგება და ამ რაღაცას რუსებ გაავრცელებს სოციალური ქსელით, მithumetes როდესაც საზოგადოებას აქვს თავისი სუსტები. ქვეყანაში ასეთ თემებს კი უყურებენ, თუ პიროვნება მნიშვნელოვანია, სკანდალადაც ატრიალებენ, მაგრამ საერთო ჯამში ისეთი ეფექტები არ აქვს ხოლმე. ჩვენ ცნობის მოყვარე საზოგადოება ვართ და ყველანაირი მდარე თემები ხშირად გვიზიდავს ხოლმე, ამიტომ ჩვენ შემთხვევაში ამის გამოყენება უფრო ეფექტურადაც შეიძლება, რაც ჩვენს დაცულობას ძალიან ამცირებს. გასაგებია. მოკლედ იმედი დავიტოვოთ, რომ მიმართულებით ნაკლები პრობლემა გვექნება და ზოგადად ვიქნებით უფრო მეტად დაცული საზოგადოების წევრები. დიდი მადლობა ბატონო არჩილ ჩართულისთვის და საინტერესო დიალოგისთვის. არჩილ გამზარდია საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენ დღეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე ვსაუბრობდით, როგორც უკვე მოგახსენეთ,
ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კვლავ უფრო მეტად იქცა თავდასხმის ობიექტად. ამ თემაზე საუბრისას ბატონმა უჩენანუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით გახშირდა ჩადენილი დანაშაულებები, ხოლო მათ გამოსაძიებლად და დასაჯელად ადეკვატური ღონისძიებები არ ყოფილა გატარებული შესაბამისი უწყებების მიერ. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და ვიდრე ერთმანეთის დამშვიდობებით შეგახსენებთ, რომ რადიო ემედი და სოციალური ვებ-პლატფორმა WeHelp.gi ახორციელებენ ერთობლივ საკოლმოქმედო კამპანიას და ასე ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება. ამ კვირაში ჩვენ 5 წლის ივანე ძებნიაურს ვეხმარებით, მას ცერებრული დამბლა აქვს და ჩინეთში სარეაბილიტაციო მკურნალობა ესაჭიროება, რაც 35127 ლარი ღირს. მის დასახმარებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს WeHelp.gi და მიიღოთ მეტი ინფორმაცია ამ თემაზე, ანას დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 09171082 ზარისღირებულება 1 ლარია. კიდევ ერთხელ გამიმეორებ ტელეფონის ამ ნომერს 09171082 ზარისღირებულება 1 ლარია. დიდი მადლობა, რომ უსმენთ ერთმანეთს. ხვალ კი 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ტრადიციულად კვლავ პირდაპირ ეთერში გადაცემა უსმენთ ერთმანეთს. მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დარეკოთ და პირდაპირ ეთერში გამოთქვათ თქვენი აზრი. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს.